მივესალმებით, დიდი პატივისცემით. მივესალმები თბილისს, მივესალმები საქართველოს. რატომ კოალიცია ცვლილებისთვის, რატომ საარჩევნო ნომერი 4? მე მიმაჩნია თავდადლობის გარეშე თუ შეიძლება ვიტყვი იმას, რასაც გძნობ და რა ემოციებიც მაქვს დღიდან ამ კოალიციის დაფუძნებისა. აქ ჩვენ ვცდილობთ რომ სხვაგვარად, სხვანაირად ვიფიქროთ. სხვა განსხვავებულ, მნიშვნელოვან, მაგრამ განსხვავებულ საკითხებზე ვისაუბროთ. ვცდილობთ რომ ერთმანეთი არ ვაქოთ და არ ვადიდოთ. ვცდილობთ რომ მომავალზე ვორიენტირდეთ თავიდან ბოლომდე. კოალიცია ცვლილებების ფარგლებში არ ვართ არავინ გაერთიანებული წარსულით. არ ვართ არავინ ბიზნეს ინტერესებით გაერთიანებული და არ გვაკავშირებს არანაირი მერკანტილური ინტერესი. რაღაც კოალიცია ცვლილებების 4 ნომრისთვის მნიშვნელოვანი არის რამდენიმე მიმართულება. პირველი ერთხელ და სამუდამოდ რომ ერთპარტიული მმართველობა, ის მანკიერი მმართველობა, რომელიც სამწუხაროდ ყოველი ხელისუფლების პირობებში სულ უფრო და უფრო მხოლოდ უარესი ხდებოდა, შეიცვალოს კოალიციური მმართველობით. ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა უნდა შეიცვალოს კოალიციური მმართველობით და არა ჩანაცვლეს. სამწუხაროდ, ესეც უნდა ვთქვა, მოიძებნება ხალხი და არა მხოლოდ სახელმწიფო ტალანებში, ვინც იბრძვის არა ცვლილებისთვის, არამედ ჩანაცვლებისთვის და ეს ვერ მოხდება. ეს ვერ მოხდება 2024 წელს, ვინაიდან საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ ნახა უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში და ამ ისტორიულ შანსს, რომელსაც ჩვენ ახლა ვგრძნობთ ხელშესახებად, ამ ისტორიულ შანსს ჩვენ ხელიდან არ გავუშვებთ. ჩვენ გვინდა კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში იყოს ძალიან კარგი მართლმსაჯულების სისტემა, როგორც საფუძველი. ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში საქართველოში იყოს დეცენტრალიზაცია, როგორც ხალხის მიერ მართვის გარანტი. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ქვეყანას, ჩვენ შვილიშვილებს გქონდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, უკეთესი და წარმატებული მომავლისთვის. ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დიდი მორალური უპირატესობით. შესაძლებელი არის მხოლოდ და მხოლოდ დაშვებული შეცდომების გააზრებით. შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ნაცვალსახელი ჩვენის გამოყენებით და არა გაუთავებელი მემეს ძახილი ქართულ პოლიტიკაში იქნება ეს ხელისუფლება თუ სხვა რომელიმე თუნდაც ოპოზიციური პლატფორმა. დღეს საზოგადოება ითხოვს ჩვენსგან, პოლიტიკოსებისგან ცვლილებას და არა ჩანაცვლებას. თბილისმა უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში მთავრობის უკუღმათი და არეული პოლიტიკური კურსის ფონზე თელს სოფლიოს არწმუნებდა და დაარწმუნა, რომ არის ნამდვილი ევროპული დედაქალაქი. დიახაც უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში თბილისმა, საქართველოს მოქალაქეებმა ამაში დაარწმუნეს ყველანი. და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან ეს სახელმწიფო 26 ოქტომბერს არ გამოვიყვანოთ. ასეთი ისტორიული შანსი გააჩინა, რაც არ უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს თავად კრიზისმა, თავად გეოპოლიტიკურმა კრიზისმა, გამოწვევებმა. და ამ შესაძლებლობას უნდა და სჭირდება ხორცის შესხმა. მაგრამ ხორცის შესხმა მხოლოდ და მხოლოდ მე მიმაჩნია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოვა იმ შემთხვევაში თუ ვიქნებით მართლები პირველ რიგში საკუთარ თავებთან, თუ საკუთარი თავების საუკეთესო ვერსიას შევთავაზებთ საზოგადოებას და გულწრფელად მოვისურვებთ, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიული წყობის და არა ოპოზიციაში ყოფნის დროს საუბრობდეთ მრავალფეროვნებაზე, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის თანავე მრავალფეროვნებას ვივიწყებდეთ. ძალა არის მრავალფეროვნებაში, ძალა არის სიმართლეში, ძალა არის სიმყარეში, ძალა არის იმ მართლსიმყარში, რომელსაც მე ახლა ვგრძნობ, როგორც არასოდეს. 12 წლის განმავლობაში 11 წელიწადია ვარ ამ ბრძოლაში, მეგობრებთან ერთად ჩავერთე, ის მიზანი და ამოცანა სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის შესრულებული და დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად, რომ ეს მიზნები და ამოცანები შესრულდება და ქვეყანა გახდება წარმატებული ბედნიერი ევროპული სახელმწიფო. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ ვიქნებით გულწრფელები. არ ვიცი, რამდენად
შეიძლება მომაბეზრებლად ვიმეორებდე ერთი და იგივეს, მაგრამ ჩემთვის ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის საარჩევნო მანიფესტოები, საარჩევნო პროგრამები, ამ პროგრამების ფარგლებში პოსტულატები, ას კომპონენტები, სხვადასხვა, არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, პარტია არ იტყვის, რომ ის არის ცუდი. ყველა წარსდგება საზოგადოების წინაშე და იტყვის, რომ არის კარგი, მაგრამ საზოგადოება მე ვფიქრობ გძნობს, ვინ არის გულწრფელი, ვის აქვს გააზრებული საკუთარი შეცდომები, ვინ იაზრებს, რომ მან დაუშვა შეცდომები, თუნდაც დაუშვა და ჩაიდინა დანაშაული, არავინ არ არის ამისგან დაზღვეული, მაგრამ საზოგადოებას ამას არ ატყვილებს. და მე ბედნიერი ვარ, რომ კოალიცია ცვლილებების 4 ნომრის ფარგლებში თავი მოიყარა ხალხმა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი თვითშეფასების მქონე ხალხი ვართ, არ გვეთაკილება თქვათ, რომ სადღაცა ჩვენ მეტი შეგვეძლო, სადღაც ჩვენ თავის დროზე შეცდომები დაუშვით. მაგრამ დადგა დრო, როდესაც 26 ოქტომბერს ჩვენი წარსულის, აწყოსა და მომავლის შორის უნდა ვიყოთ მართლები. არავინ არც ერთმა ბავშვმა, არც ერთმა შვილმა ჩვენს ოჯახებში არ უნდა დაგვისვას კითხვა წლების შემდეგ, რომ მამა, დედა, თუ ასეთი მართლები იყავით, თუ ასეთი მაგრები იყავით, თუ მართლა ამდენი იყავით, როგორ მოხდა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ გაიმარჯვეთ. ეს არ უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან მძიმე მოწინააღმდეგე, რომელმაც განიზრახა ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბება, მაგრამ მას აქვს ყველაფერი გარდა ყველაზე მთავარისა. და ეს ყველაზე მთავარი გვაქვს ჩვენ. სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. მორალური დიდი უპირატესობა. დიახაც, თბილისი არავის არ პატიობს შეცდომებს და არც ამ ხელისუფლებას აპატიებს შეცდომებს. არც წინა ხელისუფლებას აპატია, არც ერთი შეცდომა. დაუმახსოვრა, აი როგორც რაგბში თამაშის მიმდინარეობისას დამახსოვრებული ჯარიმა არსებობს და მერე ინიშნება რეალური ჯარიმა, ის მოხდა, რაც არ უნდა ახლა ჩვენ რეტროსპექტივაში ეს მოვიწონოთ თუ არ მოვიწონოთ, ემოციურად, რაციონალურად, პრაგმატულად, დიახაც თბილისმა როცა ჩათვალა, რომ მას სჭირდება და უნდა ცვლილებები, ამ ცვლილებებს ყოველთვის მიაღწია და თბილისს ახლა სურს, თბილისს ახლა სჭირდება, თბილისი გძნობს, რომ მან მეტი უნდა იკისროს თავის თავზე, ვიდრე ჩვენმა თანამემამულეებმა და მეგობრებმა იმ პატარა მცირე ქალაქებში, სადაც გაცილებით დიდი წნეხია, გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ თბილისელებმა, ვიდრე მაგალითად პატარა ქალაქში როგორც არის წნორი, არა იმიტომ რომ ჩვენზე პატრიოტები ისინი არ არიან, არამედ იმიტომ რომ მათზე უფრო დიდი ზეწოლა არის. ემიგრანტებმა კიდევ უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ და ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე, ვისაც აქვს ამისი შესაძლებლობა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ცივილიზაციურია ეს არჩევნები, თუ ჩვენ ვამბობთ, მაშინ როდესაც ჩვენ ამ ელემენტარული გამოწვევის წინაშე ვდგავართ ყოველდღიურად, რომ ადამიანები გადარჩნენ შიმშილს და ამ დროს ცივილიზაცია განვითარების სხვა ფაზაში გადადის სოფლში, ჩვენი ბევრი 100,000-ობით 100,000 ქართველი, რა თქმა უნდა წავა საზღვარგარეთ, და ხმას მისცემს ამ ქვეყნის მომავალს და ოკუპაცია გადარჩენილ ტერიტორიაზე შემორჩენილი ქართველები და საქართველოს მოქალაქეები ვიბრძოლებთ ამ ბოლო ამოსუნთქვამდე, ვიბრძოლებთ დიახაც ოფლის ბოლო წვეთამდე, იმიტომ რომ ასეთი შანსი ამ ქვეყანას მომავალში აღარ ექნება. ეს არის ცივილიზაციური არჩევნები. დიდი მადლობა და წარმატებები ყველას. წარმატებები სიმართლით, ღირსებით და მორალური უპირატესობით. ძალიან დიდი მადლობა.